ვაგრძელებთ ჩაიტანა ჩარიდამნას კითხვას, ადი ლილას, მერვე თავი ამჯერად мерве ლექსი. Харе Кришна, продолжаем чтение Чайтанья Чаритамриты. На сегодня у нас Ади-лила, 8 глава, 8 стих. Jai Jai Shri Chaitanya Jai Nityananda Jai Dvaita Chandra Jaya Gaura Bhakta Vrinda Jai Shri Jai Jai Chaitanya Shri yeah. Jai Nityananda Jai Advaita Chandra Jaya Gaura Bhakta Vrinda Jai Jai Shri Chaitanya Jai Nityananda Jai Dvaita Chandra Jaya Gaura Bhakta Vrinda Jai Jai Shri Chaitanya Jai Nityananda Jai Advaita Chandra Jaya Gaura Bhakta Vrinda Jai Jai Shri Chaitanya Jai Nityananda Jai Dvaita Chandra Jaya Gaura Bhakta Vrinda Jai Jai Shri Chaitanya Jai Nityananda Jai Advaita Chandra Jaya Gaura Bhakta Vrinda Hare Krishna Purveya Chejara Santha Adi Rajagan Vedatharma Kare Kare Vishnura Pujan რომელი ლექსია უკეთრავად ბოდიში მე მერვეს მეორე რვა ინგლისურად გადავთარგმნი მადლობა წარსულში ისეთი მეფენი როგორც იყო ჯარასანთა კამსას სიმამრი გაცრად იცავდნენ ვედურ რიტუალებს და თაყვანს მიაგებდნენ უფალ ვიშნუს В прошлом Джарасандха, тесть Камсы, и многие другие цари тоже строго следовали ведическим ритуалам и таким образом почитали Господа Вишну. ამ ლექსებში ჩაიტანა ჩარიდამის ავტორი კრიშნადას კავირაჯ გოსვამი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს პანჩადატვას თაყვანისცემას. თუ ადამიანი ხდება ერთგული გავრასუნდარასი ან კრიშნასი, მაგრამ უგულებელ ყოფს პანჩადატვას, Shri Krishna Chaitanya Prabhu Nityananda Shri Advaita Gadadhar Shivasati Gaur Bhakta Vrinda მისი საქციელი შეურაცხყოფელია. ან შრილა რუპა გოსვამის ენით არის უტპატა არეულობა, ამიტომ უფალი გავრასუნდარას ან შრი კრიშნას უზენაესი ღვთაებრივი პიროვნების ერთგულად გახდომამდე ადამიანმა თაყვანი უნდა მიაგოს პანჩადატვას. В этих стихах автор Шри Чайтанья Чаритамриты Кришнадас Кавираджа Госвами настоятельно подчеркивает важность поклонения Панчататтве. Если человек становится преданным Гаура Сундары или Кришны, но не придает значения Панчататтве, Шри Кришна Чайтанья Прабху Нитянанда, Шри Адвайта Гададхара, Шри Васади Гаура Бхакта Вринда, то его поступки станут оскорблением, или, по словам Шри Рупы Госвами, такой человек будет причинять беспокойство окружающим, утпата. Поэтому, прежде чем стать преданным Гаурасундары или Шри Кришне, верховной личности Бога, нужно быть готовым оказывать должное почтение Панчататтве. ხო, მინდა გაგახსენოთ, რომ ამ თავს ქვია სათაური ამ თავის არის ავტორი ღებულობს კრიშნას და გურუს ბრძანებას კრიშნას და გურუსაგან. Хочу напомнить вам, что эта глава называется «Автор получает приказ Кришны и Гуру». მეცხრე ლექსი კრიშნა ნაჰიმანე თათე დაითია კარიმანი ჩაიტანია ნამალინე დაიჩე დაითია თარეჯანი ის ვინც არ აღიარებს კრიშნას როგორც ხეების უზენაეს პიროვნებას უთუოდ დემონია ასევე დემონად უნდა შეირაცხოს ის ვინც არ ცნობს კრიშნად იგივე უზენაეს უფლად შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს. 9 стих. Кто не считает Кришну верховной личностью Бога, тот, несомненно, демон. Подобно этому, любой, кто не признает в Шри Чайтанье Махапрабху Кришну, того же Верховного Господа, тоже является демоном. სასულში არსებობდნენ ისეთი მეფეები, მაგალითად ჯარასანთა, რომლებიც მტკიცედ იცავდნენ ვედურ რიტუალებს. იყვნენ ქველმოქმედი, ღირსეული ქშატრიები და ემორჩილებოდნენ ბრაჰმანულ კულტურას, მაგრამ არ აღიარებდნენ კრიშნას ღვთაების უზენაეს პიროვნებას. ჯარასანთა ბევრჯერ დაესხა თავს კრიშნას და რა თქმა უნდა ყოველ ჯერზე სასტიკად დამარცხდა. მისი მსგავსნი, ვინც ასრულებენ ვედურ რიტუალებს, მაგრამ არ ცნობენ კრიშნას ღვთაების უზენაეს პიროვნებად, ასურები ანუ დემონები არიან. ასეთივე დემონია ის, ვინც შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს კრიშნად არ აღიარებს. ასეთი ავტორიტეტულ წერილთა დასკვნა.
ამიტომ ეგრეთ წოდებული ერთგულება გაურასუნდა რასადმი კრიშნას მიმართ ერთგული სამსახურის გარეშე, ან ვითომდა კრიშნა ფაქტი, რომელიც მოკლებულია გაურასუნდა რასადმი ერთგულ სამსახურს, ურწმუნოებაა და არა ერთგულება. ვისაც სურს წარმატება კრიშნას ცნობიერების გზაზე, ბოლომდე უნდა აცნობიერებდეს, რომ როგორც გაურასუნდარას, ასევე კრიშნას პიროვნებას, ბოდიში ბოლომდე აცნობიერდეს, როგორც გაურასუნდარას, ასევე კრიშნას პიროვნებას. გაურასუნდარას პიროვნების ცნობა იგივეა, რაც ცოდნა ამ პიროვნებისა. Shri Krishna Chaitanya Prabhu Nityananda Shri Advaita Gadadhar Shivasadi Gaura Bhakta Vrinda Chaitanya Charitamritas ავტორი, რომელიც დიდ ავტორიტეტს და გვალს მიყვება, უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ პრინციპს კრიშნას ცნობიერებაში წარმატების მისაღწევად. Такие цари прошлого, как Джарасандха, старательно совершали ведические ритуалы, щедро раздавали пожертвования, хорошо исполняли обязанности кшатриев, обладали всеми кшатрийскими добродетелями и даже были привержены брахманской культуре. Однако не признавали Кришну верховной личностью Бога. Джарасандха много раз нападал на Кришну и, разумеется, каждый раз терпел поражение. Любой, кто, подобно Джарасандхе, совершает ведические обряды, но не считает Кришну верховной личностью Бога, также является асуром или демоном. Подобно этому демоном является всякий, кто не признает Шри Чайтанью Махапрабху самим Кришной. Таково заключение авторитетных священных писаний. Следовательно, так называемая преданность Гаурасундари без преданного служения Кришны, равно как и мнимая Кришна-бхакти без преданного служения Гаурасундари, суть деятельность, ничего общего с преданным служением не имеющая. Тот, кто желает обрести успех на пути сознания Кришны, должен иметь совершенно ясное представление как о личности Гаурасундары, так и о личности Кришны. Значит, личность Гаурасундары, знать личность Гаурасундары, значит знать тех, чьи имена составляют мантру Шри Кришна Чайтанья Прабху Нитянанда, Шри Адвайта Гададхара, Шри Васади Гаура Бхакта Вринда. Автор Шри Чайтанья Чаритамриты, опираясь на мнение своих предшественников, подчеркивает этот важный принцип, без которого невозможно совершенство в сознании Кришны. Murana Manileg Saba Loka Habenash Ithalagi Kripadrabhu Karila Sanyas Upali Shri Chaitanya Mahaprabhu ფიქრობდა, თუ ხალხი მე არ მაღიარებს, მათ განადგურება მოუწევთო. ამრიგად, მოწყალე უფალი სანიასას წეს შეუდგა. Господь Шри Чайтанья Махапрабху думал так: если люди меня не признают, их ожидает погибель. С этой мыслью милостивый Господь принял саньясу. Шримад Бхагаватамში 12:3-51 ნათქვამია. Kirtana Deva Krishnasya Mukta Sangha Baram Rajet. უბრალოდ ჰარე კრიშნა მაჰამანტრის ან უფალი კრიშნას სახელის გალობით პიროვნება აღწევს განთავისუფლებას და შინ ღმერთთან ბრუნდება. კრიშნას ცნობიერების მოპოვება უფალი ჩაიტანა მაჰაპრაბჰუს წყალობითაა შესაძლებელი. შეუძლებელია კრიშნას ცნობიერების სრულყოფილება, თუ ადამიანი არ აღიარებს შრი ჩაიტანა მაჰაპრაბჰუსა და მის თანამგზავრთ წარმატების ერთადერთ საშუალებად. სწორედ ამ მოსაზრებათა გამო მიიღო სანიასა უფალმა. მაშინ ხალხი პადებს მიაგებდა მას და ძალიან მალე ამაღლდებოდა კრიშნას ცნობიერების საფეხურზე. რამე თუ კრიშნას ცნობიერების მოძრაობას უფალმა ჩაიტანა მაჰაპრაბჰუმ, ანუ თავად კრიშნამ ჩაუყარა სათავე, მისი წყალობის გარეშე შეუძლებელია კრიშნას ცნობიერების ტრანსცენდენტულ საფეხურამდე ამაღლება. Шримад Бхагаватам 12.351 говорится: Киртанандева Кришнасья Мукта Сангам Парам Враджет. Просто повторяя мантру Харе Кришна, человек обретает освобождение и возвращается домой к Богу. Такое сознание Кришны можно обрести только по милости Господа Чайтаньи Махапрабху. Нельзя достичь совершенства в сознании Кришны, не приняв Шри Чайтанья Махапрабху и его спутников как единственный путь к успеху. Именно из этих соображений Господь и принял саньясу. Люди волей-неволей стали выражать ему почтение
и очень быстро поднялись на уровень сознания Кришны. Поскольку именно Господь Чайтанья Махапрабху, который является самим Кришной, положил начало движения сознания Кришны, без его милости невозможно подняться на трансцендентный уровень сознания Кришны. Саньясия Будхия Море Гариба Намаскар Татхаби Кандиве Духа Байбенистар. თუ ადამიანი თაყვანს მიაგებს უფალ ჩაიტანიას, როგორც ერთ-ერთ რიგით სანიასის, მისი მიწიერი გაჭირვებანით გაანქარწყლდება და საბოლოოდ განთავისუფლებას მოიპოვებს. Даже если человек выражает мне почтение только потому, что принимает меня за обычного саньяси, он избавится от страданий и в конце концов обретет освобождение. კრიშნა იმდენად მოწყალია, რომ მუდამ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გაათავისუფლოს განპირობებული სულები მიწიერებისაგან. სწორედ ამ მიზნით ევლება კრიშნა ქვეყნიერებას, რაც გარკვევითაა ნათქვამი ბhagavad გიტაში, yada hi dharmasya glanir bhavati bharata adbhutanam dharmasya dadatmanam sri jami aham. ბარიღამ წავიკითხავ ყველაფერს. გიტადან 4:7 კრიშნა ყოველთვის ორგვარად ბhagavad გიტადან ცნობილია, რომ კრიშნა ყოველთვის ორგვარად იცავს ცოცხალ არსებებს. მოდის ან პირადად, ან თავის უახლოეს ერთგულებს აგზავნის. და გვიტოვებს ისეთ შასტრებს, როგორიცაა ბhagavad გიტა. რატომ? იმიტომ რომ ხალხმა ისარგებლოს და გაანთავისუფლდეს მაიას კლანჭებიდან. შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ სანიასა იმისათვის მიიღო, რომ თვით ბრიყვიც კი მას ერთ-ერთ სანიასით ჩათვლიდა და პატივს მიაგებდა. ეს კი დაეხმარებოდა მას მიწიერ გაჭირვებათა, შემცირებასა და საბოლოოდ მიწიერების ტყვეობიდან თავის დაღწევაში. ამასთან დაკავშირებით შრილა ბჰაქტისინდა სარასვატი მიუთითებს, რომ შრი კრიშნა ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ შრი რათასა და კრიშნას ერთობლივი სახეა. მაჰაპრაბჰუ შრი ჩაიტანია რათა კრიშნა ნაჰიანია. ამიტომ როცა ბრიყვები ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს უბრალო მოხდავად მიიჩნევენ და უპატივცემლოდ ექცეოდნენ, მიიჩნევდნენ და უპატივცემლოდ ექცეოდნენ, ამ კრეხელთა გასათავისუფლებლად უმოწყალესი უფალი სანიასას წეს შეუდგა. მაშინ ასეთი ბრიყვი მას სანიასას საკადრის დახმარს მაინც მიაგებდნენ. შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ მიიღო სანიასა, რათა დიდი წყალობა მოეფინა ხალხზე, ვისაც არ ესმოდა, რომ იგი თავად რათა და კრიშნა გახლავთ. Кришна настолько милостив, что всегда думает о том, как освободить обусловленные души и вывести их из материального мира. Именно по этой причине Кришна приходит в этот мир, о чем ясно говорится в Бхагавад-гите. Яда хи дхармасья глани бхавати бхарата абхютанама дхармасья дадатманам шридям яхам. Когда религия приходит в упадок и воцарится безбожье, я не схожу в этот мир, о потомок Бхараты. Кришна всегда и всеми возможными способами помогает желающим живым существам. Он не сходит в этот мир сам, посылает сюда своих близких слуг и оставляет после себя шастры, такие как Бхагавад-гита. Зачем? Для того, чтобы люди всегда имели возможность освободиться из оков майи. Шри Чайтанья Махапрабху принял саньясу для того, чтобы даже глупцы, принимая его за обычного саньяси, выражали ему почтение, поскольку это избавит их от материальных страданий и в конечном счете позволит освободиться из плена материи. В этой связи Шрила Бхактисиданта Сарасвати указывает, что Шри Кришна Чайтанья Махапрабху – это Шри Радха и Кришна в одном лице. Махапрабху Шри Чайтанья Радха Кришна Нахаяния. И поскольку невежды считали Чайтанью Махапрабху обычным человеком и относились к нему непочтительно, милостивый Господь, чтобы освободить этих оскорблений, принял саньясу, тем самым внушив к себе почтение, как к саньяси. Шри Чайтанья Махапрабху отрекся от мира, чтобы явить великую милость обычным людям, которые не способны понять, что он сама Радха и сам Кришна в одном лице. Ну, Кришнას არანაირი მოვალეობა არ აქვს, არაფრის გაკეთება არ ევალება, მაგრამ მაინც აბსოლუტურად
ყოველთვის მოდის ამ სამყაროში იმისათვის, რომ დაგვეხმაროს და ასრულებს ყველა დაწესებულ მოვალეობას. Кришна не имеет никаких обязательств, ему не нужно ничем заниматься, но несмотря на это и своей милости, он всегда является в наш мир, чтобы помочь живым существам. ამ დილას ვკითხულობდი შილ პრაბჰუპადის წერილს თავისი მოწაფისადმი, რომელსაც ცოლის მიტოვება უნდოდა, იმიტომ რომ ესო ხელს მიშლისო სულიერ განვითარებაში. Сегодня утром я читал письмо Шрилы Прабхупады одному своему ученику, который хотел расстаться с женой, мотивируя это тем, что это ему мешает в духовном продвижении. ეს ძალიან არ მოეწონა შილ პრაბჰუპადას, იმიტომ რომ თუ აიღე მოვალეობა, ეს უნდა შეასრულო. Это очень не понравилось Шриле Прабхупаде, потому что если ты взял на себя обязательства, ты обязан их исполнять. ნუ ეხა სხვა თემაზე რო არ გადავიდე, ეუბნებოდა რომ ამ ცხოვრებაში ყოველთვის არის რაღაცა არასასიამოვნო, მაგრამ ეს იმას არნიშნავს მოვალეობა უნდა მიატოვო. Не будем переходить на другую тему, но он там в ответе упомянул, что есть в этой жизни всегда что-то, что не доставляет удовольствия. Но если ты взял обязательства, то ты должен его исполнить. აი კრიშნა ყოველთვის მოდისო, არაფერი არ ევალება, მაგრამ მაინც მოდის ამ სამყაროში. ჩვენ ხა იოლად გგონია ეს და რა თქმა უნდა კრიშნასთვის იოლია, მაგრამ წარმოიდგინეთ, ის უბრალოდ სამყაროებში, აბსოლუტურად ყველა სამყაროში მოდის რეგულარულად და ასრულებს ამდენ მოვალეობას. Кришна, хотя он не имеет никаких обязательств, все равно приходит для того, чтобы в этот мир, чтобы помочь нам. Для нас это легко, как бы сказать. Ну, Кришне, может быть, это и легко сделать тоже, но представьте, не имея никаких обязательств, он из милости всегда приходит в каждую вселенную, чтобы помогать. Лакაც უფალი ჩაიტანა როგორც ნამდვილი აჩარია, მან მოიგონა, ასე ვთქვათ, ეს მეთოდი, მოიგონა ეს გზა სანიასის მიღება იმისათვის, რომ ხალხს დახმარებოდა და მისთვის პატივი ეცა ხალხს და ამით განთავისუფლებოდა. И Господь Чайтанья тоже, как истинный ачарья, он тоже как бы придумал этот путь для того, чтобы облегчить людям освобождение. იცით საიდან დაიწყო ეს რატომ ასე ვთქვათ გადაწყვიტა მან ეს რომელ ისტორიას უკავშირდება? Знаете, откуда это все произошло? С какой это все историей связано? ერთხელ როდესაც ექსაში იყო, მაშინ ჯერ კიდე ნავადობაში ცხოვრობდა და იმეორებდა გოპების სახელებს, კრიშნას სახელების მაგალითად. Однажды, когда Шри Чайтанья был в экстазе, он тогда еще в Навадвипе проживал, он повторял имена Гопи вместо имени Кришны. Там მისმა თანახალახელებმა, მოქალაქეებმა და ასე შემდეგ ვიღაც განათლებულმა ხალხმა უთხრეს, რატო იმეორებ გოპების სახელებს, შენ კრიშნას სახელები უნდა იმეორებ. И его как бы горожане, того, проживающие в том месте, ученые, знатные люди, они начали его как бы критиковать. Они начали говорить ему, ты должен повторять имя Кришны, а не Гопи. ჩაიტანა ბავრო მიხვდა რომ ესენი სანამ სანიასას არ მიიღებს ამათგან გარკვეული ასე ვთქვათ ხალხისაგან პატივისცემას ვერ დაიმსახურა. И Господь Чайтанья, он догадался в тот момент, что пока он не примет саньясу, он никогда не получит достойного уважения от определенного слоя людей. ამიტომ ხალხს დახმარებოდა სანიასა მიიღო, რადგან სანიასის მაშინ დიდ პატივს სცემდნენ ნებისმიერ ვარიანტში.
И поэтому с целью помощи людям он решил принять саньясу, потому что в те времена к саньясе относились с великим уважением. ხო, ეს არის აჩარიას მოვალეობა ხალხს დაეხმაროს განთავისუფლებაში. И это является обязанностью ачарьи помочь людям в освобождении. კარგით, გადავიდეთ მე-12 ლექსზე. Перейдем на 12 стих. Хенагрибамая чайтаньяна паджеяджан сарвадама хайлотаре хасуреганан. ვინც უბრალო პატივს არ მიაგებს მოწყალეს უფალს ჩაიტანე მაჰაპრაბჰუს ან თაყვანს არც ემს მას დემონად უნდა შეირაცხოს რაგინ მაღალი მდგომარეობა უნდა ეკავოს საზოგადოებაში. Тот, кто не почитает милостивого Господа Чайтаньи Махапрабху и не поклоняется ему, должен считаться демоном, даже если он занимает очень высокое положение в обществе. ამასთან დაკავშირებით შრილა ბhaktisinoda saraswati maharaja ამბობს: "ო, სულიერნო, უბრალოდ იღვაწეთ კრიშნას ცნობიერებით, ასეთია შრი ჩაიტანე მაჰაპრაბჰუს შეგონება. ამოწყლებას უფალი ჩაიტანია გადაგებდა 8 ლექსის სახით, რომელთაც შიქშაშტაკა ეწოდება. მან ბრძანა: "იჰა ჰაიტე სარვასითი ჰაიბედო მარ, ჰარე კრიშნა მანდრის გალობით ადამიანი ყოველ სრულყოფილებას მიაღწევს ცხოვრებაში. ამიტომ ის, ვინც მას ჩვეულებრივ პატივს არ მიაგებს, ვერაფასებს მის წყალობას, მაინც ასურაა, ანუ უფალი ვიშნუს ერთგული სამსახურის ნამდვილი მეტოქე, რაგინ დამაღლებული იყოს საზოგადოებაში. ასურა ნიშნავს მას, ვინც წინააღმდეგია ხლების უზენაესი პიროვნების ვიშნუს ერთგული სამსახურისა. უნდა აღინიშნოს, რომ ვინც შრი ჩაიტანე მაჰაპრაბჰუს არ ეთაყვანება, შრი ჩაიტანე მაჰაპრაბჰუს ერთგულად გახდომაში, მისთვის აზრი არ აქვს კრიშნას ერთგულად გახდომას. ხოლო თუ ადამიანი არ ეთაყვანება კრიშნას, ასევე აზრი არ აქვს შრი ჩაიტანე მაჰაპრაბჰუს ერთგულად გახდომას. ამგვარი ერთგულება ნაყოფია კალი იუგასი. შრილა ბhaktisinoda saraswati თაკურა მიუთითებს, რომ ათეისტის მართლები, ანუ ხუთი ნახევარღმერთის თაყვანისმცემელნი, უფალ ვიშნუს ეთაყვანებიან, რასაც საგაცლოდ მიწიერი წარმატების სახით მცირედი კმაყოფილება განიცადონ, მაგრამ მათ არავითარი პატივისცემა არ აქვს შრი ჩაიტანე მაჰაპრაბჰუსი. ეს უკანასკნელი მათ ჩვეულებრივ მოხვდავი ჰგონიათ, ამიტომ მათთვის გაურასუნდარა და შრი კრიშნა ორი სხვა ვინმეა. ამგვარი გაგებაც დემონური ხასიათისაა და შასტრების დასკვნა მეტისმეტად სცილდება. შასტრების დასკვნას მეტისმეტად სცილდება. ასეთი შეხედულება ნაყოფია კალი იუგასი. Шрила Бхактисиддханта Сарасвати Махараджа пишет в этой связи следующее. «О живые существа, просто служите Господу сознания Кришны. В этом суть учения Шри Чайтаньи Махапрабху. Господь Чайтанья изложил суть учения сознания Кришны в 8 стихах своей Шикшаштаки. Он также утверждал «Иха хайте сарвахити хайте томара». Повторение мантры Харе Кришна позволяет обрести высшее совершенство жизни. Поэтому тот, кто, несмотря на все эти проявления милости с его стороны, не выражает ему почтения или не способен по достоинству оценить его милость, является асуром или борцом против истинного преданного служения Господу Вишну. Пусть даже такой человек занимает среди людей самое высокое положение. Асурами называют тех, кто противится преданному служению Верховной Личности Бога Вишну. Следует подчеркнуть, что тому, кто не подклоняется Шри Чайтанье Махапрабху, нечего и пытаться быть преданным Кришне. И наоборот, тому, кто не поклоняется Кришне, бесполезно пытаться стать преданным Шри Чайтанье Махапрабху. Такое преданное служение есть не что иное, как порождение Кали-юги. Шрила Бхактисиддханта Сарасвати Такур отмечает в этой связи, что атеисты смарты, то есть почитатели 5 полубогов, поклоняются Господу Вишну ради удовлетворения своего жалкого желания материального успеха, но не пытают никакого почтения к Шри Чайтанье Махапрабху. Считая его обычным человеком, они проводят различия между Гаурасундарой и Шри Кришной. Такие взгляды также демоничны и противоречат мнению ачарьев. Они порождены Кали-югой.
ინდოეთში ძალიან კარგად არის ცნობილი კრიშნა, რამა, ვიშნუ, ნარაენა. В Индии очень хорошо известны Кришна, Рама, Вишну, Нараяна. მაგრამ ძალიან ბევრი ნაწილი ინდოეთის არ იცნობს ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ. Но большая часть Индии не знакома с Чайтаньей Махапрабху. ეს არის ჩვენი მოვალეობა ინდოეთს და მთელ მსოფლიოს გავაცნობთ, რომ კრიშნა და ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ უზენაესი უფლები არიან. И это является нашей обязанностью осветить весь мир, всему миру донести, включая Индию, что Кришна и Чайтанья Махапрабху являются Всевышней личностью Бога. ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს თუ იცნობენ ხშირად ამბობენ, რომ ის იყო დიდი ვაიშნავი წმინდანი. Если кто и знает Чайтанья Махапрабху, то они утверждают, что он был великим вайшнавским святым. ყველას დემონი არ უნდა დავარქვათ მაშინ ათვე ვინც ვერ ხვდება ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს, იმიტომ რომ მათ უბრალოდ ინფორმაცია არ აქვს ამის შესახებ. Но, естественно, не стоит всех называть демонами, кто не догадывается о верховности Шри Чайтаньи Махапрабху, только потому, что у них нет подобного знания, нет информации об этом. ეს არის ჩვენი მოვალეობა როგორც კრიშნას მოგერების საზოგადოების წევრების. И это является нашей обязанностью, как членов общества сознания Кришны. Ну, გამორიცხული აღიარო криშნა არ აღიარო ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ, აღიარო ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ, არ აღიარო ნიციანანდა პრაბჰუ და ასე შემდეგ. Исключено провозглашать Кришну и не провозглашать Чайтанья Махапрабху, провозглашать Чайтанья Махапрабху и не провозглашать Нитьянанду Прабху, ну и так далее. კარგით. ატაევა პულაკაჰონ ურთვა ბაჰუჰანა ჩაიტანია ნიციანანდა ფაჯა გუზარგა ჩადია. ამიტომ კვლავ ვიტყვით ცაში აღმართული ხელებით, მოძმენო გთხოვთ თაყვანის ცეცხლში ჩაიტანიასა და ნიციანანდას უსარგებლო მსჯელობის გარეშე. Поэтому, воздев руки, я снова обращаюсь к вам. Дорогие мои люди, поклоняйтесь Шри Чайтанье и Нитьянанде, отложив в сторону бесполезные доводы. ვინც ასრულებს კრიშნა ბაქტის, მაგრამ არ ესმის კრიშნა ჩაიტანიას და პრაბჰუ ნიციანანდას პიროვნებანი, ტყუილად ირჯება. ამიტომ ავტორი კრიშნა დას კავირაჯ გოსვამი ყველას თხოვს თაყვანის ცენტრში ჩაიტანიასა და ნიციანანდა პრაბჰუს, აგრეთვე პანჩატ ატვას, იგი ყველას არწმუნებს, რომ ვინც ასე მოიქცევა, მას განაღდებული აქვს წარმატება კრიშნას ცნობიერებაში. Поскольку человек, который практикует Кришна Бхакти, но не понимает положение Шри Кришны, Чайтаньи Прабху Нитьянанды, лишь понапрасну тратит свое время, автор Кришнадас Кавираджа Госвами призывает каждого начать поклоняться Шри Чайтанье и Нитьянанде Прабху, а также остальным членам Панчататтвы. Он заявляет, что любой, кто будет делать это, достигнет успеха в сознании Кришны. მოით რაღაც ლექსებს ახლა ალბათ წავიკითხავ ორიგინალის არა ბოდიში ერთი წუთით या बातार्की काहे तारका से प्रमाण तारका शास्त्र सिद्धाये से व्यामान ლოგიკოსები ამბობენ თუ ადამიანი ლოგიკოსად ამ მსჯელობას არ გამოიყენებს, როგორ გაიგებს ვინ არის სათაყვანებელი ღვთაება? Логики говорят, не уяснить всего с помощью логики и аргументов, как можно решить, кому поклоняться. Шри Кришна Чайтанья Дая Караха Вичар, Вичаракарита Чите Паве Чаматкар. თუ გაინტერესებთ ლოგიკა და არგუმენტაცია, გთხოვთ, ეს უნდა არის მიმართეთ შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს წყალობისაკენ, თუ ამას იქმთ, მიხვდებით, რომ წყალობა მისი სასწაულად მშვენიერია. Если вы действительно привержены логике, то сделайте предметом ее рассмотрения милость Шри Чайтаньи Махапрабху. Тогда вы поймете, насколько она поразительна.
ამასთან დაკავშირებით შილა ფაქტისთან და სარასვადი თაგურა აღნიშნავს, რომ ხალხი თავიანთი ვიწრო აზროვნების გამო ათასგვარი ჰუმანისტური საქმიანობით არის დაკავებული, მაგრამ შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს მიერ დამოწყებული ჰუმანიტარული საქმიანი სრულიად სხვაგვარია. ლოგიკოსები, რომლებიც ცნობენ მხოლოდ იმას, რაც ლოგიკის და სწორი არგუმენტების საფუძველზე მტკიცდება, ამ მეთოდების გარეშე ვერ აღიარებენ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. სამწუხაროა, როდესაც ლოგიკოსები შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს წყალობის გარეშე ცდილობენ ჭეშმარიტების გაცნობიერებას, ისინი მშრალი ლოგიკისა და არგუმენტაციის საფუძველს ვერ ცდებიან და ვერ ამაღლდებიან სულიერ ცხოვრებაში. მაგრამ იღბლიანი ადამიანი, რომელიც ამგვარ ლოგიკურ მსჯელობებს იყენებს ფუნდამენტალური სულიერი სუბსტანციის შესაცნობად, იულად ხვდება, რომ წირი ცოდნა, რომელიც მატერიალისტურ ლოგიკას ეფუძნება, ვერ დაეხმარება მას, შეიცნოს აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომელიც ჩვენი ნაკლოვანი გზნობათა აქ მის მიღმა. ამიტომ მაჰაბჰარატაში ნათქვამია აჩინტია ქალუია ფავა ნათამ სტარკენა იოჯაიეთ ფიშმა პარვა 5:22. როგორც შეიძლება იმასთან მიახლოება ხოლო ლოგიკის გამოყენებით, რაც მიწიერ ქმნილებათა წარმოსახვით და გზნობადი აქ მის მიღმა მდებარეობს, ლოგიკა და არგუმენტაცია მეტად მწირი სულიერი ძალისაა და უაღრესად არასრულყოფილი მეთოდებია სულიერი შემეცნებისათვის. მიწიერი ლოგიკის გამოყენებით ადამიანი ხშირად მცდარ დასკვნამდე მიდის აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით, ხოლო ამგვარი მცდარი დასკვნები მას ისეთი დაბიურ სხეულში დაბადებას აიძულებს, როგორიცაა ტურა და აფთარი. По этому поводу Шрила Бхактисиддханта Сарасвати Тхакур пишет в своем комментарии, что обычные люди, имея очень ограниченные представления о жизни, изобретают разного рода гуманитарную деятельность, однако та деятельность на благо человека, начало которой положил Шри Чайтанья Махапрабху, отличается от любой другой. Приверженцы логики, признающие только то, что можно объяснить логически, уверены в том, что без всяких доказательств признать абсолютную истину невозможно. К сожалению, когда такие люди встают на этот путь, не получив милости Шри Чайтаньи Махапрабху, они так и остаются на уровне логических доводов, не продвигаясь в духовной жизни. Однако, если у человека хватит разума применить логику для того, чтобы глубоко понять духовное начало, лежащее в основе всего сущего, он поймет, что скудные знания, добытые благодаря материальной логике, не помогут ему постичь абсолютную истину, которая пребывает за пределами посягаемости несовершенных органов чувств. Поэтому в Махабхарате говорится «Ачинтья калауед пава натам сата таркена йоджнает». Махабхарата Бришма Парва 5.22. Как можно с помощью одной только логики приблизиться к пониманию того, что начинается за пределами воображения или эмпирических рассуждений обитателей этого мира? Логические доводы не обладают духовной силой и совершенно недостаточны для обретения духовного понимания. Полагаясь на обычную логику, человек часто приходит к ложным выводам относительно абсолютной истины, а это может привести его к падению и новому рождению, например, в теле шакала. Ситва тарка ნიშნავს ლოგიკას. Слово «тарка» обозначает логику. აქ ძალიან ბევრჯერ არის ეს სიტყვა ნახსენები. И здесь очень часто это слово упоминается. Логика абсолютно ჭეშმარიტების შესაძლებლად არ გამოდგება. Логика не пригодится для познания абсолютной истины. იმიტომ ძალიან ბევრი რამ ლოგიკის მიღმაა და ანუ შემეცნების და აქმის და ასე შემდეგ მსჯელობის მიღმა. Потому что многое остается за пределами логики, мирского восприятия и так далее. არსებობს ესეთი ლექსი შრილა პრაბოდჰანანდა სარასვატის მიერ, რომელიც წერია, თუ ძალიან გაინტერესებს ლოგიკა, ხო ვისაც გაინტერესებს, ერთ რამეს გთხოვთო, აიო. Есть такой стих Шрила Прабхупадананды Сарасвати, в котором он говорит, что если вас интересует логика, то я прошу вас об одном.
ვიღებო აი ამ ჩალას და პირში ვიდებს და აი ესეთი ასე მდგომარეობაში თაყვანს გცემ თქვენ, ეს არის ყველაზე თავდაბალი მდგომარეობა. Я беру соломинку и кладу ее в себе в рот, и таким образом начинаю вам поклоняться. И это выражает самое смиренное состояние. და გთხოვთ, თუ ლოგიკა გაინტერესებთ, მიმართეთ ლოგიკა შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს წყალობის შესასწავლად. И я вас убедительно прошу, если вы интересуетесь логикой, то направьте эту логику на изучение личности Шри Чайтаньи Махапрабху. Ну, ამ შემთხვევაში ის მიმართავს ყველას, ვისაც რაღაც ინტელექტუალური ხერხებით უნდა ჭეშმარიტების გაგება. В этом случае он обращается ко всем, кто намерен, используя какие-то интеллектуальные методы, постичь истину. ან შეიძლება საერთოდ არ აინტერესებს ჭეშმარიტების გაგება, უბრალოდ არ აინტერესებს აკადემიური კარიერა და უბრალოდ აი ინტელექტუალური ესეთი ტიპი არა. Или может такой человек совершенно не интересоваться в абсолютной истине, быть заинтересованным в какой-то академической карьере, но вот одновременно является интеллектуалом. აი, იმიტომ რომ მაშინ მიხვდებითო თუ მიმართავთ ლოგიკას ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს წყალობისკენ, მიხვდებით რომ ეს არის აბსოლუტურად საოცარი რამ. И говорит он далее, что тогда вы как раз, если направите эту логику на изучение личности Шри Чайтаньи, вы его милости, вы поймете, насколько это прекрасно. Მიუხედავად ამისა, კრიშნას კავილაჯ გოსვამი ასე მიესალმება მათ, ვისაც ლოგიკისა და არგუმენტების საშუალებით სურთ შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს ფილოსოფიის გაგება. გთხოვთ გამოსადეთ შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს წყალობა და თუ ნამდვილი ლოგიკოსი ბრძანდებით, მიხვალთ სწორ დასკვნამდე, რომ არ არსებობს უფალ ჩაიტანიაზე მეტად მოწყალე პიროვნება. და ლოგიკოსებმა შეადარონ მოწყალე უფალი ჩაიტანიას საქმენი ნებისმიერ სხვა ჰუმანიტარულ საქმიანობას. და თუ ისინი ბოლომდე მიუკერძოებულნი იქნებიან, დარწმუნდებიან, რომ ვერანაირი ქველმოქმედება და ჰუმანიზმი ვერ შეედრება შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს საქმეებს. Но несмотря на это, можно только приветствовать желание тех, кто искренне стремится с помощью логики разобраться в философии Шри Чайтаньи Махапрабху. Кришнадас Кавираджа обращается к ним с такими словами: «Пожалуйста, подвергнитесь строгому анализу милости Шри Чайтаньи Махапрабху, и если вы действительно логики, вы придете к верному заключению, что нет ничего более милостивого, чем Господь Чайтанья. Пусть логики ставят все результаты своей гуманитарной деятельностью с исполнением, сравнят с исполнением милосердия, с исполнениями милосердия деяниями Господа Чайтаньи. Если они будут непредвзяты в своих суждениях, то поймут, что никакая другая деятельность на благо человечества не может сравниться с тем, что сделал Шри Чайтанья Махапрабху». Абсолютურად ყველა სხეულისებრ შეხედულებას ეყრდნობა, აბსოლუტურად ყველა ბოდიში სხეულისებრ შეხედულებას ეყრდნობა საკუთარ ჰუმანისტურ საქმიანობაში, მაგრამ Bhagavad Gita 2:18 შემდეგ რამეს გვასწავლის, ანდავანდა იმედეჰა ანიტა სოქტა შარირინა, მატერიალური სხეული საბოლოოდ განადგურდება, სული კი მარადიულია. შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს გასმოყვარეობა, ფილანთროპული საქმენი სრულდება მარადილ სულთან მიმართებაში. რაც არ უნდა კარგი გაუკეთოს სხეულს, იგი ბოლოს მაინც მოისმობა და პიროვნება იძულებული იქნება დაიბადოს ახალ სხეულში, რომელსაც წარსული საქმენი განსაზღვრავს. ამიტომ ადამიანს, რომელსაც არ ესმის მეცნიერება სულის გადასახლების შესახებ და სხეულს ანიჭებს უდიდეს მნიშვნელობას, იგი დიდი გონიერებით ვერ დაიქვეხნის. შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს არ დავიწყებია სხვათა სხეულისეული მოთხოვნები, მაგრამ მან მოგცა სულიერი ამაღლების გზა, რითაც უნდა განეწმინდა მთელი კაცობრიობის ყოფიერება. ამიტომ ლოგიკოსი, რომელიც მიუკერძოებლად განიხილავს საკითხს, უცილობლად დარწმუნდება, რომ შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ გახლავთ მაჰაავადანია ავატარა, ანუ ყველაზე მწყალობელი ინკარნაცია. ამაში იგი თვით უფალ კრიშნასაც აღემატება. უფალი კრიშნა მისადმი მინდობას მოითხოვდა
მაგრამ მას ისე გულუხვად არ დაურეგებია ღვთის სიყვარული, როგორც ეს შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ გააკეთა. ამიტომ შრილა რუპა გოსვამი თაყვანისცემის ნიშნად ასეთი სიტყვებით მიმართავს უფალ ჩაიტანიას. ნამო მაჰავადანიაია კრიშნა პრემა პრადაიათე კრიშნაია კრიშნა ჩაიტანია ნამნე გაურეთ ვიშენა მაჰა. უფალმა კრიშნამ უბრალოდ მოგვცა ბჰაგავად გიტა, რისი საშუალებითაც კრიშნას ნამდვილი სახით გაგება შეიძლება, მაგრამ იგივე криშნამ, ანუ შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ ხალხს განურჩევა დაურეგა სიყვარული კრიშნასადმი. Те, кто занимается гуманитарной деятельностью, стремятся удовлетворить телесные нужды людей. Но Бхагавад-гита 2.18 дает нам понять: Антаванта инедеха матьясьякта харирина. Материальное тело тленно, тогда как душа вечна. Филантропическая деятельность Шри Чайтаньи Махапрабху связана с вечной душой. Сколько бы мы ни старались для пользы тела, оно все равно будет уничтожено, и нам придется получить другое тело, заслуженное нами в этой жизни. Поэтому человек, не понимающий науки переселения души и заботящийся только о теле, не очень разумный человек. Шри Чайтанья Махапрабху, не отрицая потребностей тела, проповедовал духовное развитие во имя очищения человеческого бытия. Поэтому, если логик будет рассуждать непредвзято, то он обязательно поймет, что Шри Чайтанья Махапрабху есть Махаваданьяя аватара, самое милостивое воплощение Бога. Он даже более милостив, чем сам Господь Кришна. Господь Кришна требовал полного подчинения себе, но он не раздавал любви к Богу с такой же щедростью, что Шри Чайтанья Махапрабху. Поэтому Шрила Рупа Госвами выражает почтение Господу Чайтанье так: Нама Махаваданьяя Кришна Према Прадаяте Кришная Кришна Чайтанья Намне Гаурат Више Намаха. Господь Кришна только даровал миру Бхагавад-гиту, которая позволяет постичь Господа Кришну таким, как он есть. Но Шри Чайтанья Махапрабху, который не отличен от самого Кришны, дал всем людям любовь к Кришне, не делая никаких различий. სასწაული კომენტარებია ჩემი, ასე ვთქვათ, დამატება სრულად არ არის საჭირო, მაგრამ უბრალოდ მახსენდება ის, რომ ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს თაყვანისცემენო წინასწარ მეტყველებაში ნათქვამია, ყველაზე გონიერნი. Это потрясающий комментарий, он не требует никаких дополнений с моей стороны, но я хотел вспомнить то сказание, что Господу Чайтаньи будут поклоняться ყველაზე გონიერნი. самые разумные люди. Яджанти хисумეთასა, яджанти ნიშნავს თაყვანისცემას, სუმეთას არის ყველაზე გონიერნი. Яджанти означает поклонение, сумета означает самые-самые разумные. ანუ მოდი აღმოჩნდეთ ჩვენ სამგონიერთა რიცხვებში, რომ აი მართლა მთელი гули და სული თაყვანიცით ჩატენა მაჰაპრაბჰუ. Давайте постараемся оказаться среди этих самых разумных, чтобы всем сердцем начать поклоняться Шри Чайтанье Махапрабху. Бахуджан Макареяди Шравана Киртан, Табутара Пая Кришна Паде Прематхан. თუ ადამიანი დასნებოვნებულია 10 სახის შეურაცხყოფებით, რომელსაც ჰარე კრიშნა მაჰამანდრის გალობისას უშვებს, მრავალი დაბადების განმავლობაში გალობაც კი ვერ მოუწანს ამ გალობის სასულო ნაყოფს სიყვარულს ღმრთისა. Тот, кто наносит 10 оскорблений святому имени и в то же время повторяет Махамантру Харе Кришна, несмотря на все свои усилия, не обретет любви к Богу, высшей цели повторения святого имени, даже если будет повторять святое имя на протяжении многих жизней. ამასთან დაკავშირებით შილა ბhakti-siddhanta saraswati თაგორა ამბობს, რომ სანამ ადამიანი არ აღიარებს შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს მრავალი წლის გამანძილზე ჰარე კრიშნა მანდრის გალობის მიუხედავად, მაინც ვერ მიაღწევს ერთგული სამსახურის საფეხურს,
მან მტკიცედ უნდა გაითავისოს ის შეგონებანი, რომელსაც შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ თავის შიქშაშტაკაში გვაძლევს. Шрила Бхактисиданта Сарасвати Такур пишет, что человек может повторять мантру Харе Кришна в течение многих-многих лет, но если он не признал Шри Чайтаньи Махапрабху, он не сможет подняться на уровень преданного служения. Необходимо строго следовать наставлениям Шри Чайтаньи Махапрабху, которые он делает в Шикшаштаке. Тринада бисуничена дарури васахишнуна, аманина манадена киртания садахари. უფლის წმინდა სახელი უნდა ვიგალობოთ თავდაბლობით, ბალახზე უმდაბლესად მივიჩნიოთ თავი, ხეზე მეტი ამტანობა გმართებს. მედიდულობას მოკლება და სხვათადმი პატივის მიგებისადმი ზადყოფნა, ასეთი გუნებით ადამიანი განუწყვეტლივ შეძლებს უფლის სახელთა გალობას, ეს არის მესამე ლექსი შიქშაშტაკიდან, ვიც ამ შეგონებებს იცავს და თავისუფლება 10 სახის შეურაცხყოფისაგან წარმატებას მიაღწევს კრიშნას ცნობიერებაში და ბოლოს აღიმართება ღვთაების პიროვნების სასიყვარულო სამსახურის საფეხურზე. Винада писуничина, тарора писахишнуна, манина манадена киртанья садахари. Повторяя святое имя Господа, следует в смиренном состоянии ума, считая себя ниже соломы, лежащей на улице. Нужно быть терпеливее дерева, не иметь никакого сомнения и быть готовым оказать почтение каждому. В таком состоянии ума святое имя Господа можно повторять непрерывно. Это 3 стих Шикшаштаки. Тот, кто следует этому наказу и не наносит святому имени 10 видов оскорблений, добивается успеха сознания Кришны и в конце концов достигает уровня любовного служения личности Бога. შეურაცხყოფის გარეშე გამეორება არის საიდუმლო რა. Повторение без оскорблений святых имен является Господи. Сайдумло, тайна, ключ к успеху. Да, является тайной. Или ключ к успеху, самый. შეურაცხყოფ ხო ამიტომ ეს აი აქ ერთ სიტყვით აი გენიოსია შელაბრაობა და აბსოლუტურად ყველა დონეზე უბრალოდ სიტყვები არ ყოფნის ერთ-ერთ დარიგებაში ამბობს იცი რაო შიმატი რათარანის ყოველდღე უნდა თხოვო რომ აი ოდნავ ერთი წრით უფრო მეტი გამამეორებინა ძალა მომეცი რომ აი იმას კი არ გეუბნება რომ აი წუთშივე უნდა გახდე წამში ყო ბოლომდე ყო არა აი ცოტათი განმავითარეო რა რათარანის თხოვს რომ მასწავლე კრიშნა ბჰაქტი. Комментарии Шрилы Прабхупады, они гениальные, какие бы ни вспоминались. Можно вспомнить одно наставление, которое он давал, что нужно каждый день обращаться с просьбой к Радхарани, чтобы, например, хотя бы дать силы увеличить повторение на 1 круг. Здесь он подчеркивает, что не надо стремиться к обретению всего за секунду. Надо милостиво просить о том, чтобы потихонечку раскрывалось это все и потихонечку происходило продвижение. Продолжим чтение комментариев. Посмотрите еще, что сейчас следует. საჭიროა იმის გაგება, რომ წმინდა სახელი უფლისა და თავად ღვთაების უზენაესი პიროვნება ერთმანეთისაგან განურჩევლები არიან. ამ დასკვნამდე მისვლას ვერ შეძლებს ის, ვინც წმინდა სახელის გალობისას შეურაცხყოფებს უშვებს. მიწიერი თვალსაზრისით ჩვენ ხედავთ სხვაობას სახელსა და სუბსტანციას შორის, მაგრამ სულიერ სამყაროში აბსოლუტი ყოველთვის აბსოლუტურია. სახელი, ფორმა, თვისებები და გართობანი აბსოლუტუსა იგივეა, რაც თავად აბსოლუტი, როგორც ასეთი პიროვნება უზენაესი პიროვნება, ღვთაების უზენაესი პიროვნება, ადამიანი ღვთაების უზენაესი პიროვნების მარადულ მსახურად ითვლება
თუ იგი საკუთარ თავს წმინდა სახელის მარადიულ მსახურად მიიჩნევს და ამგვარი სულისკვეთებით მთელ სამყაროში ავრცელებს წმინდა სახელს. ვინც ამგვარი სულისკვეთებით გალობს წმინდა სახელს, ყოველგვარ შეურაცხყოფას მოკლებული, უთუოდ აღმართულია შემეცნების იმ საფეხურზე, რომელზეც ესმის, რომ წმინდა სახელი და ხდების პიროვნება ერთმანეთის იდენტურნი არიან. კავშირი წმინდა სახელთან და წმინდა სახელის გალობა იგივეა, რაც პირადი კავშირი ხდების პიროვნებასთან. ფაქტი რასამრთა სინთუში ნათქვამია, სევონ მუქეჰი ჯიჰვადაო სვაიამევა სპურატიადა. წმინდა სახელი საკუთარ თავს უვლენს მას, ვინც მის სამსახურში დგება, ამგვარი მორჩილი სამსახური იწყება ენის საშუალებით. სევონ მუქეჰი ჯიჰვადაო ადამიანმა ენა წმინდა სახელის სამსახურისთვის უნდა იხმაროს. კრიშნას ცნობიერების ჩვენი მოძრაობაც ამ წესს ემყარება. ჩვენ ვცდილობთ, რომ კრიშნას ცნობიერების მოძრაობის ყველა წევრი წმინდა სახელის სამსახურში დავასაქმოთ. რადგან წმინდა სახელი და კრიშნა ერთ ურთისაგან არ განსხვავდებიან, კრიშნას ცნობიერების მოძრაობის წევრები არა მხოლოდ შეურაცხყოფის გარეშე გალობენ უფლის წმინდა სახელს, არამედ ენას ზღუდავენ, რათა მან ისეთი რამ არ იგემოს, რაც წინასწარ ხდების უზენაესი პიროვნებისთვის არ იქნა მირთმეული. Прежде всего, нужно понять, что Святое имя Господа и сам Господь, Верховная Личность Бога, не отличны друг от друга. Однако прийти к такому заключению невозможно, если не повторять Святое имя без оскорблений. Наш материальный рассудок заставляет нас видеть различия между именем и его носителем, но в духовном мире абсолют всегда абсолютен. Имя, образ, качество из развлечения абсолюта тождественны самому абсолюту. Поэтому вечной слугой Верховной Личности Бога следует считать того, кто видит себя вечным слугой Святого Имени и, понимая это, несет Святое Имя в мир. Кто повторяет Святое Имя в таком состоянии духа и без оскорблений, тот, несомненно, поднялся до понимания того, что Святое Имя и Личность Бога тождественны. Общаться со Святым Именем и повторять Святое Имя значит непосредственно общаться с Личностью Бога. В Бхакти Расамрита Синдху явно сказано: «Севон мукте кихи джихвадау сваямева скуратьята». Святое Имя являет себя тому, кто служит Святому Имени. Это служение в смиренном умонастроении начинается с языка. «Севон мукте Фадау». Свой язык следует занять служением Святому Имени. Даже движение сознания Кришны, а наше движение основано именно на этом принципе. Мы побуждаем всех членов движения сознания Кришны служить Святому Имени. Поскольку Святое Имя и Кришна не отличны друг от друга, участники движения сознания Кришны не только повторяют Святое Имя Господа без оскорблений, но также не позволяют себе есть то, что не было предварительно поднесено Верховной Личности Бога. უზენაეს უფალი ბრძანებს პატრამ პუშპამ ფალამდოიამ იომე ბაქტია პრაიაჩეთი თალაჰამ ბაქტი ბაჰრითამ მოშნამი პრაიტაკმანა. თუ ირმე სიყვარულით მომართავს ფოთოლს, ყვავილს, ხილსა თუ წყალს, მე მივიღებ ამას 9:26 ბაგავატ-გიტა. ამიტომ კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოებას მთელ მსოფლიოში უამრავი ტაძარი აქვს, სადაც უფალს ხალხს კერტს მიართმევენ. უფლის მოთხოვნით ერთგულების შეურაცხყოფის გარეშე გალობენ წმინდა სახელებს უფლისა და არასოდეს ჭამენ იმას, რაც თავიდან უფალს არ მიართვეს. ენის დანიშნულება ერთგულ სამსახურში გახლავთ ჰარე კრიშნა მაჰამანდრის გალობა და უფლისადმი მირთმეული პრასადის ჭამა. Верховный Господь говорит: «Патрам пушпам пхалам тоям йоме бхактия приячати, тадахам бхакти упахитам аштам приятмана, аштам приятманаха». Если человек с любовью и преданностью поднесет мне листок, цветок, плод или немного воды, я непременно приму его подношение. Бхагавад-гита 9.26. Поэтому у Международного общества сознания Кришны есть много храмов по всему миру, и в каждом из них Господу предлагают такую пищу. Выполняя требования Господа, преданные повторяют Святое Имя Господа без оскорблений
и никогда не едят пищу, которая не была предложена Господу. Роль языка в преданном служении сводится к повторению Махамантры Харе Кришна и вкушению прасада, пищи, предложенной Господу. ეს დავამთავროთ ამ ლექსის, შემდეგი ლექსია იქნება მე-17 ლექსიდან. Сегодня закончим чтение этим стихом. На следующий раз возобновим чтение 17 стиха. მადლობა ყურადღებისთვის, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან კომენტარი. Всем спасибо за внимание. Если у вас какие-либо вопросы или комментарии. შეკითხვა არის აქ თუ შეიძლება? კი, რა თქმა უნდა. Есть вопрос Харе с Кришна. храма. For the lecture, thank you. My question is regarding prasadam. Like many times, I have also done this. I've seen devotees that they just buy something from the store and they offer very like lightly, maybe just saying Hare Krishna a few times and just saying Jai Shri Krishna Chaitanya Nityananda. Like, look, so what is like how to understand like what we call offering, like proper offering by Tulsi leaf, or like many times I've seen this and I also done this in my college life. So in our heart we know that it is not good, but like how to understand when it's necessary and when. So I hope you understand. Thank you, Prabhuji. Thank you. Мой вопрос касается maybe Luca Иди, Чешчен Гатарна. გადათარგმნე. არა, რა ვიცი, თუ გინდა შენ არა, ლუკამაც ხო უნდა გადათარგმნოს ქართულადაც და რუსულადაც უნდა გადათარგმნოს. არა, მე გადათარგმნე ქართულად, არა უშავს. Тогда я переведу. Вопрос таков, касается просада. Вот очень часто я, говорит, и сам это практиковал, и видел, как преданные что-то покупают в магазине и, ну, очень так поверхностно предлагают, повторив 3 раза Харе Кришна Махамантру или Джай Шри Кришна Чайтанья, зная, что в сердце, что это не очень правильно, но все-таки я тоже в свои годы учебы это практиковал. И хочется разобраться, что является правильным предложением. Это предложение божествам с листочком туласи, или это тоже приемлемо? შეკითხვა იყო პრასადთან დაკავშირებით, ესე იგი ხშირად მაგალითად შეიძლება არ კონდეს საშუალება გააკეთო საჭმელი და თქვა ქუჩაში ან რაღაცა იგი მაღაზიაში იყიდო, შეთავაზო, თქვა Hare Krishna, Shri Krishna Chaitanya და ანუ როგორ ჯობია კი არა, რა არის ნამდვილი შეთავაზება. ნუ ნამდვილი შეთავაზება ის არის, როცა თუ გაქვს საშუალება სისუფთავეში კრიშნას შურჭლით მოამზადო საჭმელი მთელი სული და გულით და შეთავაზო ღვთაებას ან სურათს. Настоящим предложением пищи является, если есть, конечно, подобные условия, готовить пищу чистым образом, чистой посуды непосредственно, которая для Кришны предназначена со всеми соответствующими настроениями, и так предложить. Предложить или божеству, или отражению, или рисунку. მაგრამ ახლა მოდით პრაქტიკულები ვიყო და ვთქვათ, ხშირად ამის საშუალება შეიძლება საერთოდ არც იყოს და მთელი დღე აბა მშიერი ხო არ იქ. Но также следует быть практичными. Иногда нету в течение дня такой возможности. Не будешь голодать. მან ძალიან კარგია რომ თუ თქვათ ადამიანი აცნობიერებს და თქვათ აი მანტრას გაიმეორებს ან რაღაცა და ნუ უნდა რომ ასე თქვათ რაც არის ის შეთავაზოს. ეს არ არის სტანდარტული მეთოდი, მაგრამ მაინც კრიშნას ცნობიერებაზე მიუთითებს ამჟამად. И в принципе хорошо, если человек в таком сознании находится, что он
стремится все предложить, стремится находиться в этом сознании. Естественно, это не является искренним методом, но это лучше, чем ничего. მაგალითად რო არ ჭამო შეიძლება შენი მოვალეობა ვერ შეასრულო იმ დღეს, ხო? Если отказываться от пищи, то в таком случае можно не выполнить свои обязанности за тот день. ასე რომ მაქსიმალურად ვეცადოთ გავაკეთოთ პრასადი სუფთა სახით და ეს მივირთვათ, თუ ეს საშუალება არ არის, აი, რაც თქვენ თქვით, ისე მოვიქცეთ. И поэтому следует максимально стараться готовить просад, как это установлено. Но если нет такой возможности, можно прибегать к тому методу, который вы описали. Thank you, Prabhuji. Thank you so much. I have Thank one you. question, can I ask? Yeah, Есть Please. еще один вопрос. Regarding chanting, like I like to chant. I even find no difficulty in chanting, but it's like from many years is struggle in like when I chant, I'm no problem. I can sit for 2 hours, but every time, like every day, same competition or same struggle to focus on the mantra. Like I can't even hear properly every single day. You can tell something to help us to chant, to hear. Следующий вопрос относится к повторению святых имен. Прабху очень нравится это занятие. Он годами уже повторяет и может сидеть 2 часа подряд. Но проблема во внимательности. Иногда он даже не может услышать то, что сам повторяет. И можно ли посоветовать что-нибудь, чтобы улучшить воспевание? მე პირადად აბსოლუტურად ყველას ან თქვათ, რასაც ვკითხულობ, ზოგჯერ აჩარიას სახელი შემხვდება, ზოგჯერ კრიშნას რომელიმე ინკარნაციის ან რათა რანის ასე შემდეგ. ვცდილობ რომ ყველას ვთხოვო, რომ ძალა მომცენ სწორად გავიმეორო. ეთქვა იყო წმინდა სახელების გამეორების შესახებ, პრაბჰუს უყვარს ამის კეთება და ხშირად არ უჭირს 2 საათიც რომ იჯდეს, რომ ესე გაიმეოროს, მაგრამ პრობლემა აქვს ყურადღებით გამეორებაში. ხანდახან თავისი გამეორებულისაც არ ესმის და ასეთი კითხვა დაისვა. და პასუხი მოისმინეთ უკვე. В ответ на это, значит, сам Нандаприя Прабху, он обычно обращается к ачарьям нашим, к Радхарани с подобной просьбой, чтобы те помогли ему улучшить воспевание. Ტექნიკა ის არის, რომ ჭკუა გაგეცემა და ბგერაზე უნდა დააბრუნო. Техника заключается в том, что ум он может убегать, но его следует возвращать на звук, на слог. ამისათვის საჭიროა გარკვეული სიწყნარე, სიმშვიდე, ისეთ გარემოში უნდა ვიყოთ, რომ ეს შეგვეძლოს. Для этого, естественно, необходимы внешние условия. Должно быть тихо, спокойно. მე ვიტყოდი, რომ ლოცვით მიმართვა ჩაიტანე და მაჰაპრაბჰუს და ნიცანანდა პრაბჰუსადვი ძალიან კარგი იქნება და აუცილებლად მივიღებთ ამ ძალას რა. Я бы отметил, что обращаться с молитвой Шри Чайтани Махапрабху и Нитянанды Прабху очень успешно помогают в этом они придают нам силы. Вас удовлетворил ответ? Thank you so much, Prabhuji. Спасибо большое.
მადლობა ნანდა. აი მთელი სერიოზულობით მანტრის გამეორება არის ყველაფრის საფუძველი. მთელი სერიოზულობით, აი ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. Основой всего является серьезное повторение Махамантры. Надо стараться сосредотачивать свое внимание. მადლობა ნანდა პრაფუ. მადლობა. Спасибо большое. ყველას დიდი მადლობა, ჰარე კრიშნა. Всем большое Адრეს спасибо. გისურვებთ. Всем хорошего дня. ჰარე Надо прямо Прабхути чай. კრიშნა. Харе Кришна. Hare Krishna. ალინდი მატაჯი კი. Jai. აი Харе Кришна. Шри Чайтанья Чаритамрита ки чай.